მარკეტინგისა და გაყიდვების უფასო ტრენინგი ჩაუტარდათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრება ბიზნესით დაინტერესებულ მოქალაქეებს. მათ შეისწავლეს თუ როგორ მოიზიდონ მეტი ტურისტი, როგორ გამოიყენონ ეფექტურად სხვადასხვა სოციალური ქსელები, როგორ გაყიდონ ტურისტული პროდუქტები. ასევე როგორ შეიმუშაონ მარკეტინგული გეგმა და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ტრენინგის ინიციატორი გორის განვითარების სააგენტო იყო, სადაც იმედოვნებენ, რომ ყველა, ვინც სწავლება გაიარა, მიღებულ ცოდნას საკუთარ საქმიანობაში მოიყენებს. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გადაეცა. გაიმართა ტრენინგი მარკეტინგი და გაყიდვები. ეს ტრენინგი ზოგადად ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ძალიან კარგია მსგავსი ტრენინგები თუ ზოგადად მომავალშიც გაიმართება. ძირითადად თანამშრომლობთ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან. ისინი გეკავშირდებიან, ვისაც გვაქვს საოჯახო სასტუმრო, მარანი და ასე შემდეგ. ძირითადად აქ შეკრებილები ვართ საოჯახო სასტუმროს მფლობელები, სასტუმროს მფლობელები და მარნების მფლობელები. მე მაქვს საოჯახო სასტუმრო სოფელ ქვემო ბოშურში. ოჯახის ბიზნესია, ძირითადად დაახლოებით 15 წელი ამას ვამუშავებთ. გვაქვს დიდი გეგმები, საცხენოსნო ტურების გაკეთებას ვაპირებთ გაზაფხულზე. ნახოთ როგორ შეგვეწყობა ხელი. დღეს ავიღეთ სტარტი ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ეგრეთ ტარდება მარკეტინგის და გაყიდვების ლექსალექცია კურსი. დავიწყეთ ქალაქიდან, რომელიც ძალიან მიყვარს გორიდან და გავიარეთ მარკეტინგული ხერხები, გაყიდვის ხერხები და სოციალური მედიის გამოყენება. შევხვდით ადგილობრივი წარმოების, სხვადასხვა წარმოების წარმომადგენლებს, როგორც მეღვინეობაში, ასევე სასტუმრო ქსელის ბიზნესში, ასევე სხვადასხვა ტიპის მცირე მეწარმეებს და საკმაოდ ნაყოფიერი კურსი ჩატარდა გორში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ტარდება ტრენინგი ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიაში. ჩვენი მუნიციპალიტეტის წამყვანი ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები არიან აქ და ძალიან ნაყოფიერად მიმდინარეობს ეს ტრენინგი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ახალი უნარები და ცოდნით დატვირთულები იქნებიან ტურიზმის ტრენინგის დამთავრებისას და მადლობა მინდა გორის ჩვენი ტურიზმის განყოფილების სახელით, რომ გადაუხადოთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.